წიგნები მოფრინავენ როგორც ჩიტები. წიგნები მოფრინავენ როგორც ცოდნა, რომელსაც აბსოლუტი გვიგზავნის ყოველ დღე, ყოველ წამიერ გამოცდილებისა თუ გარკვეული პრაქტიკული ან თქო იგივე თუნდაც მისტიური განცდის სახით. ამ შემთხვევაში მე აქ ამოვდიოდი იოანე მახარობლის სახარების უკანასკნელი ფრაზიდან, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს, რომ მასზე რომ ყველაფერი დაგვეწერა, დაგვიღწერა, რაც მან მოიმოქმედაო, იმდენი წიგნი დაიწერებოდა, რომ ვერ დაიწერდა ქვეყნიერებაო. ნუ ესე იგი აი აქედან იმპულსი აქედან იყო და შემდგომ ის რომ მართლაც წიგნები იყო. მთელი ჩემი ცხოვრება ყოველ დღე ჩემთან როგორც საჩუქრები ისე მოდიან როგორც ცოდნა და როგორც გამოცდილება, სულიერი გამოცდილება და აი მაგის ჩვენება მინდოდა. თან ერთგვარი იუმორის ან უფრო მეტად იუმორს არა, უკეთეს იქნება თუ ვიტყვით ირონიის მეთოდით, ესე გოეთიანური ირონიის მეთოდით წიგნები მოფრინავენ კოსმიური აბსოლუტური სიშორეებიდან და მას აკონტროლებს თავარი წიგნი თავზე. იგი აკონტროლებს, იგი ხელმძღვანელობს მას, ეს კოსმიური წიგნია, მარადიული წიგნია. თუ იქ არ ემთხოვა რა თქვა პატარა წიგნებში წერია, უბრალოდ ის არ ემთხოვა, რას პატარა წიგნებში წერია, არ ემთხოვა იმას, რაც დიდ წიგნებშია, მაშინ ის წიგნი უარყოფილი იქნება. და ეს დაახლოებით ეს იდეა და კიდევ ერთი პატარა თქვათ ასე მხატვრული ალუზია თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მხატვარი კიტაის ცნობილი ფრაზა, რომელიც მე ძალიან მომწონს და ძალიან მშურს რომ ეს მან თქვა და არა მე, და რომელიც ამ სურათის ერთ-ერთი მაიმპულსირებელი იდეა იყო, ერთ-ერთი მხოლოდ, არც ისე ძლიერი, მაგრამ ერთ-ერთი, მან თქვა რომ მისთვის იგივე წიგნები რაც პეიზაჟისთვის ხეები. და აქაც აი ხედავთ აი ბოლოში თითქმის ილუსტრაცია გავაკეთე მაგიდეს და ხეებია ეგ სადღაც აი კოსმიური ზღვის გარდატეხის ადგილზე ხო? ხეები ჩანს და ისტორიით იქიდან იწყებენ ლივლის წიგნები როგორც ფრინველები. აი დაახლოებით ასეთი იდეა. შემდგომ ვითარდება და მივდივართ ასეთ სურათამდე, რომელსაც პირობითად ასე უწოდებ ღამისა და დღის ლუციფერი. ღამისა და დღის ლუციფერი. აქ მოვდიოდი ჩემი ძვირუფასესი მხატვრისა და პოეტის ოლიან ბლეიკის იგივე ალუზიიდან შეიძლება ითქვას ახლა რაღაცნაირად ისე გამომიდე რომ ბრიტანელ ორ მხატვარსა და პოეტს შევეხეთ თითქმის და ხშირად შევეხებით თქო ინტერნაციონალურ ასე კულტურულ ტექსტს შეიძლება ასე ითქვას მაგრამ ეს არის რა თქმა უნდა ჩემი თავისუფალი ინტერპრეტაცია როგორც კონვოლუტი საერთოდ ინტერპრეტაციას წამყვანია თანამედროვე ხელოვნებაში ამ თემაზე მე სხვა დროს მოგვიწევს ალბათ საუბარი თუ საჭირო იქნება მოვდიოდი კონკრეტული ნაწარმოებიდან სახელით ზეცისა და ჯოჯოხეთის, სამოთხისა და ჯოჯოხეთის ქორწინება ცნობილი ნაწარმოებია ბლეიკის, მაგრამ რა თქმა უნდა თავისუფალი ინტერპრეტაციით შევედი მაგ ნაწარმოებში და აი ხედავთ აი ქვევით არის წითელი ლუციფერი, დღის ლუციფერია, დღის მაცდურია, ხოლო ლურჯი მომწონო ლურჯი ლუციფერი ღამის მაცდურია. ფაქტობრივად ადამიანი ზმანების ტყვეობაში ადამიანი ცნობიერების გახსნის პროცესში აუცილებლად ამ საცდურის ქვეშ აღმოჩნდება სწორედ იმ საცდურის, რომელიც ისევ და ისევ ყოველდღე მას ეცხადება როგორც დღე, ისევ ღამე. და პერიპეტიაც სწორედ აქედან იწყება და აი მას როცა მივდივთ, უკვე მე უკვე ახსნა შესაძლებელი იქნება თუ რა ხდება, ჩემი აზრით რა ხდება რა, რისკენ უნდა მიდიოდეს. რა თქმა უნდა, ეს კომპოზიცია, როგორც აქ წარმოდგენილია ნამუშევრები, ერთმანეთს მიყოლებით ხო, თქვათ ეს კომპოზიცია, ეს ვერსია, რომელიც ამ შემთხვევაში ამ საგამოფენო დარბაზში წარმოადგენს. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა მისი წარმოდგენა სხვანაირად, სხვა გარემოში. ეს უკვე სხვა გამოფენებისა და სხვა ჩანაფიქრების შემდგომ მოხდება. ძირითადად ის არის, რომ აქ მალერის მეორე სიმფონია სრულდება. სწორედ აი ეს პარალელურად მომზადდა ეს ორი რამ და მე ძალზე მახარებს ეს ფაქტი შედგა. გადადია. ძალიან მოკლეს რომ რაღაცა მე ვთქვა თუ დაფიქსირებ რომ ამ საჭირო იქნება გქონდა დოკუმენტის წინვალეთ იქნება. ეს ხაზზე ეს შუქრის ხაზზე გადავიხოთ. იმიტომ სწორედ აი რომ დავაკვირდეთ კომპოზიციური ხაზი და ექსპოზიციის თქვა წყობა ისეა მოწყობილი რომ შუქური საერთოდ თქვა სხივი ზუსტად გადის შუაგზაზე ესე იგი ღამისა და დღის ლუციფერის მაცდურის შუაში ფაქტურად ესე იგი სადღაც ლაბირინთში რომელშიც შეიძლება ჭეშმარიტების აღმოჩენა და არა თქვა სადღაც ან ზევით ან ძალიან ქვევით ესე იგი ეს ორივე დამოუკებელი ამ შემთხვევაში ეს იდეა იყო წამყვანი და შუქრა სწორედ შუაში ანათებს შუაში და მიუთითებს აი ნელ თუ გამყობით ესე მიმართულებას მიუთითებს საიდანაც წესით უნდა დაწყებული
იქნას მთელი ეპოპეის ერთგვარი ვიზუალური აღქმა ან განცდა. Როგორ შესაძლებელია ვთქვათ, ანუ ცნობიერათაც რაღაცის ვთქვათ მიხვედრა ან გაგება დაახლოებით რა მქონდა ჩაფიქრებული, თუმცა ამას სრულებითაც არ აქვს მნიშვნელობა, მაინდამაინც ჩემი აზრი ემთხვეოდეს, მაინდამაინც ემთხვეოდეს მაინდამაინც ესე იგი მაყურებლის აზრს. პირიქით მე მაინტერესებს განსხვავებული აზრიც იყოს. ეს არ არის რთული სიმბოლო და არც ახალი არქეტიპულად იგი ძალზე ღრმა მითითებებს შეიცავს ადამიანის შინაგან ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების შესახებ. აი მე ეს ხაზზე ეს შიფრის ხაზზე გადავიხოთ. იმიტომ ახლა ეს არის სურათი რომლისგანაც შეიძლება ითქვას რომლიდანაც უბრალოდ იწყება ფაქტობრივად მთელი ეს პერიპეტია. საქმე გვაქვს ესე იგი თქვა ალეგორიულ ხატებასთან სცენარეს აგავს და რეალურად ასეც არის ეს არის ბაბუაწვერა. ბაბუაწვერა დაკავშირებულია პლანეტა სატურნთან. სატურნი კიდევ ადამიანის და საერთოდ სამყაროს ფიზიკური მდგომარეობის საწყისთან არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე იგი უკავშირდება კაცობრიობის და არა მარტო კაცობრიობის მთელი მსოფლიო სამყაროს წარმომავლობის უღრმეს პრინციპებს. ამ შემთხვევაში ბაბუაწვერას და კოსმიურ ასპექტში დანახვა შევეცადე თუ ახლა ჩემგან ეს ძალზე პრეტენზიულად არჩევს მამაო ჩვენოს აი 7 ლოცვის პირველ სამ თხოვნასთან დამეკავშირებინა. ეს არის საწყისი მდგომარეობა ჭეშმარიტების შეცნობისა, რომლის დროსაც შესაძლებელი არის რომლის შემეცნებისას იმდენად რთულია მისი შემეცნება, რომ შესაძლებელი არის ეს შემეცნებული ობიექტი თუ შესაძლებელია ეს რამე ეთქოს თვალსაჩინო შუა გაგეფანტოს და გაგექცეს და გაიწოვოს მსოფლიო კოსმიური არსის მიერ. ამ შემთხვევაში სწორედ ბაბუაწვერა განასახიერებს ეს მოუხელთებელ ჭეშმარიტებას, რომელიც მარადიულად შენს წინაშე აღმოცენდება და გაიფანტება და გაიწოვება მარადიული კოსმიური არსის მიერ. სხვა შორის ექსპოზიციაში ახასია გათვლილი, რომ ესე იგი ეს ბაბუაწვერა იწყებს ეპოპეას, ასე ვთქვათ, პერიპეტიას და ამთავრებს ვარდი, რომელზეც მე ბოლოს შევჩერდებით. რომელიც იგი მთელი ამ პერიპეტიის გავლის შემდგომ თავდება ყველაფერი ვარდში. ამ შემთხვევაში ბეატრიჩეს ვარდი გამოვიყენე სახე, ასე გენიალური სახე. ხატება უბრალოდ ფინალური სცენიდან დანტეს ღვთაებრივი კომედიის ფინალური სცენა, სადაც უკვე ბეატრიჩე და ყველა მართალი უკვე ვარდში განისვენებენ და ვარდში დაივანებენ საბოლოო ჯამში. გავაგრძელოთ. ეს არის სურათი, რომელსაც ქვია აზრად დაბადება, გონებად დაბადება. წამოვედი ასეთი ცნობილი ბერძნული მითოლოგიური ხატიდან, უბრალოდ სახიდან, ათენა პალადა, ზევსის თავიდან იბადება. ამ შემთხვევაში ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ იბადება ხო. და ეს აზრად დაბადება სწორედ ესე გამოყენებული არის აზრად დაბადებაში ათენას მითი, ათენა პალადას მითი, ათენას მოგეხსენებათ ათენა პალადა ეს აზროვნების, ცნობიერების ქალღმერთებაა და ეს გამოყენებულია ეს ფორმა იმისთვის რომ თუნდაც რომ დამედასტურებინა ჩემი თავისთვისაც და მაყურებლისთვისაც და დამთვალიერებლისთვისაც რომ ადამიანური აზრი მდედრობითი სქესის გახლავთ ბატონო და ამავე დროს იგი განვითარების პროცესია მარადი წარმოქმნისა და მარადიული გარდასახვის განვითარების პროცესია თუნდაც მაგის მაგალითია ეს მისია თქო და არსების მიერ გაშლილი მარჯვენა ხელი რომლის ეს თქო გადახსნილ თუ შეიძლება ასე თქოს ვენებზე ეს იგი პატარა აზრები დარბიან წარმოქმნილი ფიგურები ეს ზოგს ხელები აკლია ზოგს ერთი ხელი აკლია ზოგს ფეხები არ აქვს ზოგს საერთოდ
რაღაც გარკვეული სხვა ნაწილი აკლია სხეულის ეს ჯერ კიდევ აზრებია ჩამოყალიბების პროცესში მყოფი აზრები. ამავე დროს აქ გამოყენებულია და საერთოდ ამ სერიაში გამოყენებული ესეთი მეთოდია გამოყენებული სტილისტიკური თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელსაც მე პირობითად უკვე დიდი ხანია უწოდებ პოლისტილისტიკას. პოლისტილისტიკას განსხვავებით თქვათ ეკლექტიზმისგან პოლისტილისტიკა ნიშნავს ცნობიერად გამოყენებას სხვა სტილების. ესე იგი ამ შემთხვევაში როგორ არის რომ идеები იმ სტილებს იცვავენ რაც ამ შემთხვევაში მჭირდება მე კონკრეტულად ამ ნაწარმოებში ამ ნამუშევარში წამყვანი არის რამდენიმე სტილი აქ არის დაახლოებით 4-მდე სტილი ამდენთაც მე მაქვს გაცნობიერებული და 4-ვე გარკვეულ ეტაპზე რაციონალური აზრის ჩამოყალიბების ეტაპს მიუთითებს აქ არის ელემენტი თქვათ კუბიზმისა ფუტურიზმისა ექსპრესიონიზმისა და რომანტიზმისა. ამ შემთხვევაში ყველა ეს 4 სტილი იმიტომ არის ერთად თავმოყრილი, რომ შეიძლება დაგვარად გამომეხატა ძირითადი დრამატული აზრი, რომელიც ჩადებული იყო ამ ნამუშევარში. ეხლა რაც შეეხება წითელ ფერს. ამასთან დაკავშირებით უკვე მე ხშირად ლაპარაკობდი, რომ წითელი ფერი და ცეცხლოვანი ფერები საერთოდ საწყისი ფერებია. ძველი ადამიანი ცეცხლოვან ფერებს ხედავდა, იგი საერთოდ ვერ განიცდიდა ლურჯს და განსაკუთრებით ვერ განიცდიდა მწვანეს. ლურჯი და მწვანე მისთვის უხილავი ფერები იყო. ჰომეროსის ერთხელ წაკითხვაც გულდასმით წაკითხვაც ეს აბსოლუტურად ააშკარავს ამ ფაქტს. იმიტომაც არის აქაც წითელი. თან ამავე დროს ეს არის სწორედ აი ამ კონვოლუტის პერიპეტიის საწყისის ერთ-ერთი მაჩვენებელი ნამუშევარი. დავამთავრებ. ეს არის ნამუშევარი, რომელსაც სახელად პირობითად რა თქმა უნდა ქვია სისხლი და ვარდი. სულ თავისუფლად შეიძლება გაკეთებული იყო თქვა სხვანაირად ეს ნამუშევარი, ან თქვა კომპონირება მისი ყოფილიყო ტრადიციული გაგებით, როგორც ჯვარცმა. მაგრამ აქ არ იყო ჩაფიქრებული, რომ ჩვენ გვეჩვენებინა მხოლოდ ჯვარცმა და თქვა გამოსახულიყო ტრადიციულად ჯვარცმის ყველაზე ტრაგიკული და დრამატული სცენა. აქ ძირითადად იყო სწორედ სხვა მეტამორფოზის იდეა, ესე იგი, ასე შინაგანი გარდასახვის სხვა იდეა. მარტივად ჯვარცმული სისხლი იმ სხორპლის გამო, რომელიც მასზე ადამიანმა გაიარა და გადაიტანა, წვეთ ჩამოდის ქვევით და ისი გადადის სუბსტანციონალურად სხვა სტიქიაში, სხვა არში. იგი განსულიერდება სხვანაირ სურნელს იღებს და რა თქმა უნდა ახლა ვიზუალურად როგორ უნდა შემოსულიყო ეს ხატება თუ არა ну თქვათ მე სცენარის არაჩვეულებრივი სურნელის ასოციაციური შემოტანის ცელობით. ამ შემთხვევაში ეს სურნელი არის ვარდის სურნელი. იგი გარდაისახება, ესე იგი თუკი ჩვეულებრივი მოკვდავი სისხლი თქვა, დროთა განმავლობაში თქვა ლპება და უკაცრავად ყარს, ხო? აი ამოდენა მსხვერპლის შედეგად გაღებული სისხლი, ესე იგი კი არ აყროლდება, არამედ ბიოლოგიურად კი არ დაალპება, სტაგნაციის ლპობის პროცესში კი არ შევა, არამედ გარდაისახება და გარდავლინდება აბსოლუტურად სხვა სუბსტანციაში. იგი სხვა სურნელს შეიძენს და ბოლოს იმ დონეზე ის განსულიერდება, რომ თვით მიწამდეც კი არ აღწევს და გაიწოვება ისევ აბსოლუტური სულიერების მიერ. აი ეს იდეა წამყვანი. ესე იგი კომპოზიციური გადაადგილება თუ შეიძლება ასე ითქვას, თქვათ შემადგენელი ნაწილებისა. ესე იგი პირველ რიგში ხაზს უსვავს წამყვან ფუნქციას სწორედ სისხლისა, რომელიც მეტამორფოზას განიცდის და სხვა სუბსტანციაში, სხვა არში გარდაისახება და გადაიზრდება. კარგი. ასე იგი მსხვერპლის იდეასთან ერთად თავისთავად ლოგიკურად მოდის თამას ყველაფერს მოყვება იდეა თავდადებისა, დაცვისა, მფარველობისა და თავისთავად როგორც შელინგი იტყვის ყოველგვარი იდეას, რომელიც არსებობს ზოგადობაში, უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული სახე ხატება. ამ შემთხვევაში მე მომავზებნე სპილოს სახე. სპილო უკავშირდება აღმოსავლურ რელიგიაში მაგალითად ისეთ ღვთაება განეში, რომელიც ადამიანის სამშინველის სიმბოლოც არის, უკავშირდება სწორედ დაცვისა და მფარველობის ძალას და
ამიტომაც დაიხატა ეს ნამუშევარი, სადაც დიდი არსება ამ შემთხვევაში მშობელი იცავს მცირე არსებას, პატარა მეს, პატარა რაობას, რომელსაც მომავალში განვითარება და წინსვლა სჭირდება. ამავე დროს აი ამ ნამუშევარში დაცვის და მფარველობის თემა სადაც წამყვანია, ჩნდება ერთ-ერთი ამ თელეკონულის ამ თელესერიის ერთ-ერთი ლაიც თემის პირველი ფრაზა. აი ქორისა თუ ვიცი არწივის სახით, რომელიც შემდგომ თავის ტრანსფორმაციას განიცდის და ბოლოს კულმინაციაში განვითარდება როგორც ბედისწერის მსახურელი ძალა. საერთოდ ეს ქართულ პოეზიაში მოიხსენება, რომ არწივი და საერთოდ არა მარტო არწივი, ყორანი იგივე ქორი რაღაცა ბედისწერასთან არის დაკავშირებული და ზოგადად ბედისწერისა და საერთოდ საკაცობრიო არსებობის აზროვნების დანიშნულების სიმბოლოდ მესახება, მიჩნეულის არის ხოდაშორის. ასე რომ სპილოში დაცვის იდეა კონკრეტული სახით მოტანილი, ძალზე ზოგადული იდეა მოტანილი კონკრეტული ფორმითა და სახით. რა თქმა უნდა, წამყვანი ყოფილიყო სითბო. საერთოდ ამ სერიაში ბევრია, თქვა დაწყობილი ნამუშევარი სითბოზე, თქვა თანადგომაზე, თქვა ღალატზე, თქვა გამცემლობაზე თუ შეიძლება და ბედისწერას, ამავე დროს გამოსყიდვაზე. ამავე დროს თქვა, რა ვიცი, მსხვერპლზე. საერთოდ ეს იდეები სჭარბობს. ეს იდეები დაახლოებით ეს არის ექსპლიკაცია, შეიძლება დაგვრათ ავტორისეული ჩემი ესე იგი ექსპლიკაცია მალერის მეორე სიმფონიის საერთო ქარგისა, რომელიც ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი სიმფონია და რომელსაც 15 წელია ჩემს გონებას აწუხებს. ზემოუხსნელი სიმფონია ჩემთვის, მე უკავშირებ მას მათეს სახარების მე-11-თან აპოკალიფტურ თავს, სადაც აი სწორედ მეორედ მოსვლის გარკვეულ ეტაპზეა ლაპარაკი. ეს ერთად ასეთ ექსპოზიციას სწორედ იმ პრინციპითაა აწყობილი, როგორც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ. თავიდან მე ვთქვი, რომ ექსპოზიცია საერთოდ ექსპლიკაციას, ექსპოზიციის განშლას, გადაწყვეტას ექსპოზიცияსაც აქვს განამწყვეტი მნიშვნელობა თვითონ აზრის ინტერპრეტირებისას. ესე იგი, აი ეს ექსპოზიცია რო სხვანაირად დალაგებული იყო, მაშინ ინტერპრეტაცია იქნებოდა სულ სხვა. მისი. ამიტომ ესე იგი, აქ ბევრი რამე არის თავისთავად პროგრამული, თავიდან მოფიქრებული, ძალიან ბევრი რამე არის სპონტანურად აღმოცენებული. ასე რომ შეუძლებელია ითქვას, რომ მაინც ყველაფერი დადგენილი არის საათივით, თქვა 10 წიგებული. ყველაფერი არის შეძლების და ქვათ ურთიერთ მიმართებაში მოყვანილი და შემდგომ რეფლექტირების გზით, ესე იგი რეფლექსიის გზით, ერთგვარად გაცნობიერებული. ეხლა ეს ნამუშევარი, რომელიც მოყვება სპილოს დაცვისა და დედობისა და მშობლისა და საერთოდ აი სითბოს პრინციპს არის კიდევ დაპირისპირების აი ეს პირველი სახე რომ იყო თქვა იგივე ღამისა დღის ლუციფერში ან თქვა ღამისა დღის მანებაში აქ უკვე წარმოდგება ნამუშევარი რომელსაც პირობითად ჰქვია კასპარ ჰაუზერი გაორება. კასპარ ჰაუზერი ეს არის პიროვნება პერსონაჟი დასავლეთ ევროპაში საკმაოდ ცნობილი გერმანელი გერმანიის 19 საუკუნეში იდუმალებით მოსული არსება, რომელზეც მრავალი წიგნი არსებობს, ფილმებიც არსებობს, გადმოცემები არსებობს და მრავალი ვერსიები ამ ადამიანზე. ეს იყო არსება, რომელიც ერთდროულად იყო ადამიანი, რომელსაც არაფერი არ იცოდა. როგორც ყველა ჩვენთაგანი და მეორე წუთში ესეთი ადამიანი, რომელიც ფლობდა უდიდეს სიბრძნეს. ეს ჩვენში დავანებული დიდი სიბრძნის ნიშნითა და დიდი უცოდინრობის, დიდი უმეცრების ხო თუნდაც აი მარჯვენა მხარეს არის ეს ანგელოზური არსება, აბსოლუტურად თვითკონცენტრირებული, თავისაში ჩაღრმავებული და ნაღველი დახსავსე და მეორე მხარეს კიდევ არსება, რომელიც თლიანად დაბნეულია, გაფანტულია, ფაქტობრივად მან არაფერი არ იცის. ხელში მას წიგნი უპყრია, რომელშიც არაფერი არ წერია. არაფერი არის, რომელშიც არაფერი არის მოცემული. სწორედ ეს არის ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი ნამუშევარში. უცოდინარობა და აბსოლუტური უმეცრება. აბსოლუტური სიბრძნე და აბსოლუტური უმეცრება. ეს არის საერთოდ თამდები მთელი კაცობრიობისა და ამ შემთხვევაში ჩემი პატარა პრეტენზიული სერიისაც. გავაგზავნებთ შემდგომ ნამუშევრებზე, რომელიც ამ დუალიზმისა და თქვა ურთიერთდაპირისპირების პერიპეტიას შემდგომ ეტაპზე ასწევს თუ შეიძლება ასე თუ საკარი შეპირისპირება სიცოცხლისა და სიკვდილისა. სიკვდილთან ერთად სიცოცხლეა. დამატებასთან ერთად გარდაცვალება. ხა, აი ეს თქვა თვარეზე მიმავალი, კიბე მიდგმულ თვარეზე მიმავალი კაცი ეს მე ბლეიქს დავესესხი ამ ხატს, ამ სახეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაპარაკი არა გარდაცვალებაზე და არა რომანტიულ მოგზაურობაზე. თვარის ზედაპირის მიმართულებით. არა, ეს არის გარდაცვალებაზე აქ ლაპარაკი. აქ შევეცადე მეჩვენებრივი კიდევაც ორი სტილისტიკური მეთოდის გამოყენებით და დაპირისპირების საშუალებით ეს რაღაცა რომ ერთი არსება თქვათ აი ქვევით გას რომელიც შეიძლება ასე თქვა სამგანზომილებიან სივრცეშია და მეორე რომელიც კი კიბეზე ადის და მთვარეს უახლოვდება უკვე და გალღობის ესე იგი მეტაფიზიკურ თქვა სიფრთხეზე გადასვლის მდგომარეობაში გალღობის გადნობის
პროცესშია უკვე. ხოლო მთვარის თქვათ იმ ნათელში კიდე გავა და უკვე თვალისთვის ეს ფიზიკური თვალისთვის იგი უხილავი დარჩება. მას უპირისპირდება გვერდზე გაკეთებული სურათი, წარმოდგენილი სურათი, რომელზეც წარმოდგენილია ბავშვები, რომლებიც ხედან შტოში მას თევზზე მოგახსენებათ მაცხოვრის სახეა, მაცხოვრის სიმბოლოა და მე სწორედ მინდოდა კონკრეტულად მეჩვენებინა, რომ ყოველ არსებას, რომელიც იბადება კოსმოსში და სულ ერთ კოსმოსში და რომელიც ალეგორიული ან სიმბოლური სახით თუნდაც არის ზღვა, ამ შემთხვევაში უპირისპირდება გამოხატავს ამ შემთხვევაში გამოხატავს და ეს არის ოკეანე არის სახე სულიერი კოსმოსისა, საიდანაც მოდიან და გვიახლოვდებიან დედამიწაზე, ეს იგი ახალგაზრდა სამშენებლები, პროცესის სამშენებლებს უნდა განხორციელონ დაიბადონ და მათ ამ გზაზე ყოველას მოუძღვის მაცხოვრის სახეა ქრისტეს სახე არის თევზი ამ შემთხვევაში ეს უღრმესი სიმბოლური არსია, მისი ინტერპრეტაცია შორს წაგვიყვანს, ჩემი ინტერპრეტაციის მიხედვით იგი ყოველ ადამიანის სამშენებლთან ერთად მოგზაურობს ამ დედამიწაზე განსხეულების და განხორციელების წინ. ეს არის ძირითადად. აქ შეპირისპირების პერიპეტია მთავარი სიკვდილისა და სიცოცხლეს შორის ძირითადად. შემდგომ შეპირისპირება ვითარდება და უფრო დრამატულ კოლიზიაში გადაიზრდება და ამაზე შემდგომ. გადავიდეთ. ანუ ის არაფერი, ყველაფერი გზა. თუნდაც გაიკაკუნა და კარგი ხმა იქნება. გადადიხ. და მე დააკონკრეტე. გადადი კომპოზიციურად და დააკონკრეტე მე. დავიწყეთ. აი ახლა სწორედ ამ პერიპეტიის და ამ კოლიზიის საპირისპიროთა ურთიერთობისა და ურთიერთწინააღმდეგობისა და ამავე დროს ერთმანეთთან შემავსებლობის იდეაა სწორედ ამ სურათში თავმოყრილი, რომელსაც პირობითად რა თქმა უნდა ისევ და ისევ ქვია კაინაბელი, გაერთიანებული კომპოზიტი გავაკეთე კაინაბელი. ეს ისეთი სიტყვითაც მინდოდა მეჩვენებინა ის, რაც ამ სურათზე ვიზუალურად არის წარმოდგენილი, რომ ეს ორი ძმა ორი იმპულსი, თქვა, აბსოლუტური მორჩილებისა და აბსოლუტური მინდობისა და აბსოლუტური ეგოიზმისა და აბსოლუტური პატიმოყვარეობის, აბსოლუტური სიამაყისა, რომ ერთი მთლიანი არსის ნაწილია მხოლოდ. გამოხატულებაა მხოლოდ და ერთი სხეულია და ერთი ჯიშია. აი ეს მინდოდა მეჩვენებინა. სწორედ აი ამ სურათში არის ეგ წარმოდგენილი. ეხლა რომელი აბელი და რომელი კაინი მე მგონი კარგად ჩანს. ნუ კაინი თან ქალური ელემენტის წინ წამოწევით ცოტა ეს ლუციფერული ხაზგასმით ზევით არის, ხოლო ამ შემთხვევაში აბელი არის ქვევით მორჩილებისა და ასეთ ერთგვარი ალუზია თუ შეიძლება ასე ითქვას, აი შორეული ალუზია მიქელანჯელოს მოლებიდან. თქვა აი თითქოს აი ესეთი იდეა მქონდა, მე მინდოდა სწორედ აბელში ეს მონის იდეა გატარებული, ხოლო კაინში სწორედ იდეა თქვა სიამაყისა და თქვა ეგოცენტრიზმისა. სხვათა შორის ახლა რაც შეეხება ალუზიებს, თვითონ მუშაობის პროცესში, ხო, თქვა სანამ მე რამეს ბოლომდე გავიცნობიერებდე, ბევრი რამ, თქვა მუშაობის პროცესში ამოტივტირება და გაიხსნება ხოლმე. ნუ როგორც ახლა პროგრამის ხატრას წინასწარ ვიცი ხოლმე რას ვაკეთებ და ჩაფიქრებული მაქვს გარკვეული იდეა, რომელსაც მე შეიძლება ზოგადად ფორმას ვაცვავ, მაგრამ ხშირად მე ალუზიები ერთგვარი თუ შეიძლება ასე თქვას რეპლიკების სახით მიბრუნდება მუშაობის პროცესში. ეს არის ძალიან საინტერესო. აი თქვა ახლა აი იგივე, აი როგორც ახლა მიქელანჯელოს მონა ვახსენე, ხო? ძალიან შორეული ალუზია, მაგრამ მასია მუშაობის პროცესში ამოტივტივდა ეს. და თქვა აი როგორც თქვა იგივე ეს სტუმრები ოკეანიდან, ოკეანის საჩუქრები თუ როგორც გნებავთ აი დაბადებას, რომელიც ეხება მაცხოვარ, როცა ბავშვებს მოუძღვის, ეს კი ადამიანს მოუძღვის განსახორციელებად. ეს აღმოჩნდა რომ ყოფილა ჩემი ძალიან შორეული ალუზია ბეოკლენის აი წყალში მოთამაშეთა მთელი ციკლების აი არნოლდ ბეოკლენი არის თელეჩოლები მხატვარი, სწორედ აი იმას ეხება რა. ესე თურმე ყოფილა ეს რეპლიკები ყოფილა, შეიძლება ზოგჯერ იყოს ანტირეპლიკა და ანტირეპლიკაზე ეგ შევჩერდებით შემდგომ ამ შემთხვევაში ამ ორ ნამუშევარზე ლაპარაკი. ხა გადავიდეთ შემდგომზე თუ შეიძლება ცნობიერი კვინტესენცია სახელად რებისი, ნახა რებისი თავისთავად უცხო სიტყვაა ბევრისთვის.
ალქიმიიდან, შუა საუკუნეების ალქიმიიდან არის აღებული სიტყვა და ნიშნავს საერთოდ სიტყვა ჩემთან ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს. შეიძლება სიტყვამ განსაზღვროს სტილი, მეთოდი და საერთოდ საბოლოო ჯამში სახეც ნამუშევრისად. რებისი ნიშნავს ალქიმიურად ნიშნავს ასე ვთქვათ ნივთიერებათა ჰერმაფროდიტს. ეს არის ერთდროულად ცეცხლი და წყალი ერთდროულად, მიწა და ჰაერი ერთდროულად. შეუთანხმებელი ერთად შეთანხმებული. და როდესაც მაგალითად ალქიმიკოსი უყურებს თქვათ ცხელ წყალს, ეს მისთვის სულ სხვა ნივთიერებაა და ცივი წყალი სულ სხვა ნივთიერებაა. ცხელ წყალში უკვე ცეცხლია. აი რაც ახლა კაინსთან და აბელთან არის, ხო? იგივე ტრიალდება ოღონდ იქ ნივთიერებების დონეზე თუ შეიძლება ასე თქვას. მე მინდა რომ განვასულიერო მატერიაცა და თქვა თავისთავად ადამიანის სულზე თავისთავად ახლა განსულიერება თავისთავად თვალნათლივია. ხო? და აი თქვა იგივე რეტორტებსა და კოლბებს რომ მიყვება ცოცხალი ნივთიერება როგორ გინდა საჩვენოა რა თვალებით ვაჩვენებ მაგას თვალები მიყვება ამ რეტორტებსა და კოლბებს ხო და მე თან თვარე დაყურებს ამას ყველაფერს ხო თვარე როგორც ვერცხლის წყლის ასე თქვა საწყისი რა და იქ უცებ ერთ-ერთი რეტორტიდან ამოვარდება რების ეგ ორთავიანი არსება რომ არის ამას დააფიქსირე სევით რომ არის ესე ცეცხლი და წყალი ერთდროულად ესე შეუთანხმებელი თითქოს შეთანხმებული ასე არის რების ეგ იდეა იყო აქ წამყვანი ამაზე დავამთავრეთ საკმარის ნამუშევარი, რომელსაც სახელად ქვია ლეთეს წყლები. ნუ ისევ ბერძნული მითოლოგიიდან წამოვიდი, საერთოდ ხშირად ვიყენებ ამ ბერძნულ მითოლოგიის, თქვათ, აი, მითითებებს თუ მინიშნებებს. ლეთე, ეხა ორი სიტყვით რა არის ლეთეს წყალი, ხო? მაინც. ლეთეს წყალი ეს არის ორი მდინარე გამოდიოდა ჰადესიდან, ჰადესისა და პერსეფონეს ტახტის ქვეშ ორი მდინარე იღებდა სათავეს, ერთს ერქვა სტიქსი, მეორეს ლეთე. ორი სიტყვით. სტიქსის თუ მიირთმევდა გარდაცვლილი სული სტიქსის წყალს იგი ცნობიერებას ინარჩუნებდა, მახსოვრობას ინარჩუნებდა, ხოლო ის მეორე მდინარეს თუ დალევდა, მის წყალს თუ მიირთმევდა, ეს ლეთეს წყალს თუ მიირთმევდა, მას ავიწყებდა ყველაფერი და მისი ცნობიერება აბსოლუტურ დუმლში და აბსოლუტურ სიჩუმეში იძირებოდა. ლეთეს წყალი, ნუ ეს ძალიან რთული და ლამაზი მითია, მრავალ ინტერპრეტაციას ითვალისწინებს, მე შემოგთავაზეთ ერთ-ერთი ინტერპრეტაცია. ერთ-ერთი ჩემი ინტერპრეტაცია აქ არის აი დავიწყების სახია. წყალში თუ დააკვირდები, იქ წყალში ნავები ტივტივებენ. მის გარეშე არიან, აქია მენავის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ შინაარსები დაკარგეს, ხარონი არ აყავთ. შინაარსები დაკარგეს. საერთოდ წითელი ფერი, როგორც აი საუბრის დასაწყისში, დათვალიერების დასაწყისში თქვი, ყველაზე წარსულის ფერია. ძველი ადამიანი მაგალითად ხედავდა ცეცხლოვან ფერებს და არა თქვათ აი ლურჯს ამ მწვანეს. ესე იგი, იგივე თქვათ ჰომეროსისთვის, ხო, ზღვა არის სპილენძისფერი და ღვინისფერი, ცა შავია. ხოლო დღამეა შავი, ხოლო დღე თეთრია. ხეები უკიდურეს შემთხვევაში ყვითელია, ნარინჯისფერი, აგურისფერი. ასე მხოლოდ მესამე საუკუნის დასაწყისიდან მეოთხედან ჩდება ესე იგი მწვანე და ლურჯი ადამიანის ცნობიერებაში. მანამდე იგი არ არის. ამიტომ იგი უკავშირდება ცეცხლოვანი ფერები ნელა უკან იწევენ რა. ამიტომ წითელი ფერი უკავშირდება ყველაზე ღრმა წარსულს. ნავი, როგორც ასეთი, საერთოდ ეს არის ადამიანის ცნობიერების სიმბოლო, ჩემი მოგონილი არ არის, რასაც ვამბობ, ესე იგი ეს შეთანხმებულია სხვადასხვა ლიტერატურასთან. და ამავე დროს აქ არის საინტერესო მომენტი. პეპელა, აქ არ ვიცი შენ დაიჭერ თუ არა იქ, აი პეპელა ზევით, აი ხელებიდან გაუსხლდა პეპელა, იქ ფიგურა არის იქ დახატული. ხო არა, აი ასე გადაწოლილი ფიგურა რომ არის, ხელებიდან გაუსხლდა და ის მას ფერი არ აქვს, მისი ფერი აცდა ზევით წითელი.
მახსოვრობა დაიკრა, ეს არის პეპელა დაკავშირებული არის კოსმიურ მახსოვრობასთან. მე ამას გავათავისუფლებ, მე სხვა სურათში როგორც ადამიანის სამშენელი. გაუსყდა ხელიდან და გაუვარდა. აქ არის კიდევ ვარდი, აი გულზე 7 ვარდი აქვს დაბნეული. ვარდის იდეა პირველად აი ვარდი და სისხლში წამოვიდა და შემდგომ მეგიდია განვითარდება ბოლოში. მაგრამ აქაც მას ფერი არ აქვს, ეს მახსოვრობა დაკარგულია. მახსოვრობა, ეს ძველი მახსოვრობა, რომ ორი მაინც ერთია, რომ პოლარობები ერთია, ადამიანმა დაკარგა, ეს იდეაა გატარებული. ნუ ჯერჯერობით საკმარისი ამაზე ვსულობ. რა სიტყვა? დავამატებ. Ай, иწერს. Ой, ეს შეჭის. Почему нужно дурацкие? ხო, ხელდა რომ გაუვარდა და ავიდა და წითელი აცდაზე, ხედავთ, ისიც გაუვარდა. ეს ორმაგი მახსოვრობის ორმაგი დავიწყება. ანუ ხაზგასმა რომ მახსოვრობა წავიდა. და თვითონ აქ ახლა შორეული მითითება ვთქვათ, აი რუბერის ვთქვათ, დემონზე მუშაობის დროს როცა მუშაობდი, მახსოვრობა დაკარგულა, ესე იგი გენიაზე გესმის და რაღაცა ისეთი ბევრი ესეთი რომანტიული ის არის პარალელია. ახლა მას ისევ პირობითად, ისევ ბერძნული მითოლოგიიდან ავიღეთ, თუმცა რა თქმა უნდა, სულ ყველაფერი პირობითად არის, სულ გამოყენებულია გარკვეული პრინციპით. მისი სახელი არის გეას რჩეული. გეას მოგეხსენებათ, ეს არის დედამიწის ქალღმერთება, ფაქტობრივად დედამიწაა, ხოლო მისი რჩეული ხა წესით ურანოსი უნდა იყოს, როგორც პირველი და ერთადერთი ჭეშმარიტი ქმარი, მაგრამ ამ შემთხვევაში მასე არ არის, აქ მინდოდა მერჩვენებილა, რომ ეს ფავორიტი არის ახალგაზრდა დედამიწა. მისი ეს ახალგაზრდა არსი მისი. ეს არის ძალზე ახალგაზრდა დედამიწა, ჯანმრთელი და აბსოლუტურად ძლიერი, რომელსაც განვითარებისა და წინსვლის საშუალებას განსხვავებით თანამედროვე დედამიწისგან. და ასე და ეს პეპლები, უკვე წითელი პეპლები, რაც აი წინა სურათშია, უკვე აღარ არის, ხო წითელი. იბადებიან და ქრებიან. იბადებიან და ქრებიან, როგორც ადამიანთა სულები, სამშინებლები რა, ეს იდეა აქ ძირითადად. ესე იგი ახალგაზრდა დედამიწა, ახალგაზრდა არსი. დედამიწისა, რომელსაც დიდი ძალა აქვს მომავალში არსებობისა. და სწორედ აი სწორედ მისი ახალგაზრდული ვნებათა ღელვის გამო ხდება მასში 1000 გვარი უბედურება და ამაზე შემდგომ. აბელი. ესე იგი აბელის თემა და კაინის თემა, საერთოდ კაინის და აბელის თემა და დაპირისპირების თემა ისევ გრძელდება. საერთოდ მე ვფიქრობდი, რომ კაინის 3 ვარიანტი ყოფილიყო აქ, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ 2 შევძელი. ალბათ მომავალში, როდესაც გაგრძელდება კონვოლიტი თუ რომელიმე სხვა სერია, ალბათ ამ თემას კიდევ შევეხები. ეხლა აქ არის ლაპარაკი კონკრეტულად აბელზე. აბელი წარმოდგენილი არის როგორც აბსოლუტურ ექსტაზში მყოფი არსება. აბსოლუტურ ექსტაზში მყოფი არსება. ასე სრულ ლოცვასა და სრულ გზნებაში უფლის მიმართ და იგი არის როგორც მსოფლიო მწყემსი, ესე სამყაროს მწყემსი. ფაქტობრივად იგი არა მარტო ცხოვრების, რომელიც უფალმა მას უბოძა და აჩქვა, არამედ ყველა სულგმულის ფაქტობრივად მწყემსი და ფარველია. ამავე დროს იგი არის არსება, რომელიც თავის ტრაგედიასაც გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ მან ბევრი არაფერი არის ის, მისი ცნობიერება მთლიანად უფალს ეკუთვნის. აქ ჩემი ინტერპრეტაცია ხარ, რას გულისხმობს აქ პირველ რიგში რა არის წამყვანი, რომ აი თუ დავაკვირდებით მას 3 ხელი აქვს. ხოლო ის მესამე ხელი წითელია. წითელთან უკვე ვთქვი, რომ ჩემი იკონოგრაფიაში, თქვათ, ფერადოვანლა, ფერთა სამეთყოლო იკონოგრაფიაში წითელი საერთოდ წარსულის ფერია. ამ შემთხვევაში ეს არის მარადიული მამის ხელი, რომელიც იფარავს იმ არსს, რომელიც აბელის დაღუპვის შემდეგ უნდა იყოს მისი თქვათ, მოდგმის გამგრძელებელი. ამ შემთხვევაში ლაპარაკია სეტზე. ესე იგი თითქოს თვითონვე ატარებს თავის გულის არეში სეტს, რომელიც მომავალში მისი მოდგმის გამგრძელებელი უნდა იყოს. აბელის მოდგმის გამგრძელებელი უნდა იყოს. ესე იგი აქ არის სრული წარსულის განცდა ამ შემთხვევაში ტრანსში შესული ლოცვა, ხო? ეს წარსულთან არის დაკავშირებული და სრული მომავლის განცდა უკვე სეტი, რომელიც როგორც მის გულში აღმოცენებული მომავლის არსი.
აი ეს არის ძირითადად აქ ამ ნამუშევრში წამყვანი. თავისთავად სტილი ისე პოლისტილისტიკურია გამოყენებული, მრავალი სტილია, დაახლოებით 4-მდე სტილია გამოყენებული აქაც და საერთოდ ამ სურათში კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვი იმ მომენტს, რომ ის რაც ხდება ზევით, არ უნდა მოხდეს მარჯვნივ, არ უნდა მოხდეს მარცხნივ და არ უნდა მოხდეს თქვა ქვევით. ესე იგი სხვადასხვა მხარეები სხვადასხვანაირად აზროვნებენ ნამუშევარში. ჩემი მიზანის და მოვალეობას ის იყო, რომ კონკრეტულად ყველა ნამუშევარში მიაზროვნა იმის და მიხედვით, მხატვრულად მიაზროვნა იმის და მიხედვით, თუ რას მთხოვს და რას მაიძულებს სასურათო სიბრწყე. იდეიდან და აზრიდან გამომდინარე. დავამთავრეთ ამაზე. Apoi să nu facem o dacă se vede drăciu de văd. Ați mai văzut? ხილტანკი, ან განედლებული ტანკი. ესე იგი, ეს აქ უკვე ნაყოფის და მსხვერპლის იდეის ერთ-ერთი თქვათ აი ტრანსფორმაცია, რომელზეც შემდგომ უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ, მაგრამ ეს ცენტრშია გამოტანილი, როგორც ერთგვარი კვინტესენცია და თავმოყრა მრავალი სხვადასხვა იდეისა, რომელიც გადავწყვიტე ერთგვარი ირონიის მეთოდით, რომელიც თავიდანვე თქვათ, როცა გამოფრენელ წიგნებზე ვლაპარაკობდი, მაშინ უკვე ესე იგი, აქ არის ესე იგი თვითონ ამ ნამუშევრის კონტექსტი ირონიის მეთოდით არის დამუშავებული, მაგრამ კონტექსტი არის დაახლოებით ესე სხვა ასპექტებით, როგორც სოციალური, ასე ფსიქოლოგიური, ასე შეიძლება ითქვას რელიგიური და მითოლოგიური. პირველ რიგში გამოყოფდი, თქვათ, უფრო ეს რელიგიურ ქვეტექსტს და კონტექსტს, ეს არის აი დაახლოებით ეს ცოტა ვოლუნტარული ახსნა, მაგრამ ეს ასეა. აი ჯვარი მაგალითად, ხომ? ჯვარი იყო საწამებელი იარაღი, ფაქტიურად იარაღი, რომელზეც კლავდნენ ადამიანს, მაგრამ მასზე გაღებული უდიდესი მსხვერპლის გამო, რომელიც მასზე გაიღო უმაცხოვარმა, იგი განედლდა, სიცოცხლის ხეთ იქცა, ესე იგი ფოთლები გამოისხა, ტოტები გამოისხა და სიცოცხლის ხეთ გახდა. ესე იგი, ფაქტობრივად იმ მსხვერპლმა, რომელიც მასზე აღესრულა, მასზე ისე გაღებული იქნა, იმან მოიტანა შედეგად ის, რომ იგი უკვე მაცხოვრებელი გახდა, უკვე სიცოცხლის ხეთ გარდაისახა. აი ხა, თუ შეიძლება ასე ითქვას და თუ ეს ძალზე პრეტენზიული არ არის, აი ამ ირონიის მეთოდით, რა თქმა უნდა, აი ეს ტანკი, რომელიც ყოველდღიურობაში ჩვენ კლავდა და განადგურებდა, ხო, გავანედლე. ესე იგი, კი აღარ კლავს, არამედ ეს არის დახვეული ხილი. ესე იგი, ფაქტიურად გამოვიყენე ანამორფოზის მეთოდი გამოვიყენე კიდევ, როდესაც ერთი ნივთი თავის თავსვე გავს, გამოხატავს თავისივე თავს, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოხატავს სხვა მნიშვნელობას. ასე იგი, ეს იყო აქ ძირითადი. ამავე დროს მე მინდოდა მეჩვენება სოციალური კონტექსტი უნდა ყოფილიყო ის, რომ საქართველოს მაინც ხილისა და ნაყოფიერების ქვეყანა და მინდოდა მეჩვენებინა, რომ კი არ უნდა კლავდეთ ერთმანეთს, არამედ უნდა პირიქით უნდა ვაცხოვნებდეთ და ვაშენებდეთ ერთმანეთს. ესე იგი, ეს იდეა იყო. და ამავე დროს შორეული რეპლიკა, უფრო სწორედ ანტირეპლიკა, აი ვერეშაგინის ცნობილი სურათი არის, სადაც თავის ქალები ყრია, ომის შედეგებს ეხება, ეს თავის ქალები ყრია და იქ ყორნები მოფრინავენ, როგორც შემზარავი არსებები. ხო და აი სწორედ იმის საპირისპიროეს აქ ყრია თავის ქალები კი არა ხილი, მაგრამ კი აღარ კლავს, კი აღარ ანადგურებს, ან შედეგი კი არ არის კლისა და თქვათ აი მსხრევისა, არამედ შედეგია სწორედ ნაყოფიერებისა და წესრიგისა. ნუ დაახლოებით ეს იდეა აქვს. ყორნების მაგივრად? ხო, ჩიტიზის ხო, გასუქებული ჩიტიზი. მოგასწროთ. ეს არის კაინი. კაინი ასეთ ინტერპრეტაცია არის კაინის. ეს არის კაინი ცოდვამდე, თუ შეიძლება ასე ითქვას, სანამ ეს ხილი ძალზე დიდი სიამაყის ობიექტს წარმოადგენს მისთვის, რომელიც შემდგომ განედლდება და გაანედლებს ტანკს. ეს ხილი ამ შემთხვევაში არის სიმბოლო პროდუქციისა, იმისა, რაც აწარმოა კაინმა. კაინმა რა აწარმოა თავის ეგოიზმით? თვითკმაყოფილება, ხომ ასეა? ამან მიიყვანა იგი გარკვეულ მსხრევამდე, მტრევამდე, ბოლოს კვლელობამდე, ხომ ასეა, მაგრამ ამავე დროს მე მინდა უთანაგზნო კიდევაც ამ კვლელობაში მას. შეძლებს დაგვარად. იმიტომ რომ იგი თავის აფშით ჩაგეტილია. იგი კი არ ლოცულობს ან ტრანში კი არ არის, თავის მესთლიანად მეუზღნის უფალს, როგორც ესაა თქვა აბელთან, არამედ თვითკმაყოფილ ეგოიზმშია ჩაძირული. ამიტომაც მცენარე მასთან ფაქტიურად ამ შემთხვევაში ხილი, რომელიც ჩვენ ვიცით რომ ხილია, ხო როგორც იზრდება ხო ვიცით, თავდაყირა ამოდის და იგი ძალზე დიდია და იქ ფოთლებში კი არ არის შემალული ხილი, არამედ პირიქით
ფოთოლია მასზე ამოსული. აი მე მინდოდა ასეთი იდეა მქონდა რომ გამეკეთებინა რომ აი როდესაც კაინი მკვლელობას ჩაიდენს, ხო? შემდგომ ხილს შერცხვა და შეიმალა ფოთლებში, როგორც ახლა დღეს არის, მაგრამ აი ეს იდეა მე პირდაპირ არ განავითარე, სხვა სურათში გადავიტანე და ამაზე შემდგომ ვისაუბრებთ, როდესაც ვილაპარაკებ საისელ მოწაფეებზე, ეგერ არის ეს სურათი. თვითკმაყოფილი თავის ბაღში, ეგოიზმის ბაღში კაინი. რომ ის მსხვერპლი არ არსებობს, იგი ეგოიზმია. მაგრამ ეს არის ადამიანის განვითარებისა და ადამიანის არსებობის ტრაგიზმისა და ამავე დროს მისი დრამაც. ამავე დროს მისი სიდიადეც, აი დაახლოებით ეს იდეა იყო აქ. და აუცილებლად უნდა შემოსულიყო მის შემდეგ აუცილებლად უნდა შემოსულიყო ბედისწერის იდეა. ბედისწერის თემა, რომელიც აი როგორც ერთ-ერთი პატარა გაელვება, როგორც ლაითემის პირველი გაელვება, ის სპილოს თავზე ოდნავ გამოჩნდა. ბედისწერა. ამაზე ახლა ზუსტად ამის შემდეგ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეგოიზმს აუცილებლად უნდა მოყვეს ბედისწერა, გამოსყიდვის იდეა. აუცილებლად უნდა მოყვეს და ახლა იქნება. ახლა ბევრად მეტი გავსა. 16 გაგვულია. ჩართულია ხო? ანუ ახლა აქ ესე იგი სწორედ აი ბედისწერის იდეა მეთქი შემოდის, სწორედ აქ შემოდის ამ ნამუშევარში, რა თქმა უნდა ეს დავაკავშირე ისე იმ ძირითად ტკივილთან, რომელიც ყველა ნორმალური ქართველისთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ტკივილი იყო და არის დარჩება. სწორედ აფხაზეთი კონკრეტულად ეს სოციალურ პლანშთან და თქვა ეროვნულ პლანთან დავაკავშირდა, ზოგადად ეს უკავშირდება ადამიანის ყველაზე დიდ ტრაუმებს, რომელსაც იგი ბედისწერის მსახრელი დარტყმებისგან იღებს, აი დაწყებული თქვა იგივე ბარათაშვილიდან, ხო, ყორანი თქვა იგივე მასო თამდე ვიყავს და რაღაცა ესე მოდის ეს იდეა და ვითარდება და აი მე მოვიტანე აფხაზეთი, ეს არის არწივია თუ სვავია, მე კონკრეტულად ვერ გეტყვი, მაგრამ აი ფრთებით რომ მოაქვს თელი თქვა პეიზაჟი, რომელზედაც ის სახლებია, ამ შემთხვევაში რომ ეს შორეულად შეიძლება წააგავდეს სოხუმის მიდამოებსა, აი ეს იდეა იყო აქ წამყვანი. ამავე დროს აქ იყო განსხვავებით ხილტანკასგან, თუ ხილტანკში ვეწევი ერთგვარ არაორგანული მასალის, ამ შემთხვევაში ტანკის ორგანულში გადაზრდას, აქ პირიქით, ესე იგი ორგანულის ამ შემთხვევაში სვავისა თუ იგივე არწივის გადაზრდას ვეწევი არაორგანულში. შორიდან მოპიკირეთ ვიფრინოს უნდა გავდეს. ესე იგი ეს იდეა, ესე იგი პირიქით არის, იმიტომ რომ ბედისწერა რომელსაც შეიძლება გაგაქვავოს, როგორც თქვა იგივე თქვა ლოთის წოლი, თუ კი უკან გაიხედავ, ხო? აი რაღაცნაირად ეს იდეა იყო აქ წამყვანი. და აქაც გამოყენებულია როგორც აი ხილტანკაში ანამორფოზის მეთოდი, რომელიც წინა სერიაში პირველად გამოვიყენე, როდესაც მითითებულია ერთი ობიექტი და ნიშნავს და გამოსახავს სუსხვას. ამ შემთხვევაში თქვა იგივე ფრთები, აღმოჩნდა რომ ეს პეიზაჟი ყოფილა იგივე პეიზაჟი, იგივე ფრთები ყოფილა და ეს გაუთავებელი ურთიერთსრულება. ამავე დროს ცნობილია რომ სიმბოლიკაში, საერთოდ ოკულტურ სიმბოლიკაში არწივი და საერთოდ ფრთოსანი ასეთი მტაცებელი არსება აზრის სიმბოლოა. აზრის სიმბოლო, კოსმიური აზრის სიმბოლო. აი ბედისწერის და დამანგრეველი ბედისწერის იდეის შემოტანის შემდეგ, როდესაც იგი განგრევს და იგი შემზარავია, რომ თუ კი ცხოვრებას პირდაპირ შეხედა, ლოგიკურად ამოიზარდა, შემცნობიერებაში ამოიზარდა თემა პერსევსისა, ну, ესე ბერძნული მითოლოგიიდან, ეს ძალზე მრავალთქმელი თემა. პერსევსის მითში წამყვანი არის სხვადასხვა ბრძოლა, მისი ბრძოლა გორგონა მედუზასთან. ესე იგი, იქ ასეთი რაღაცაა, რომ თუ გორგონა მედუზას პირდაპირ თვალში შეხედა და მან შემოგხედა, ეს იმას ნიშნავს, რომ გაგაქვავებს. აი გაქვავების იდეა უკვე გაჩნდა ორგანული და არაორგანული, როცა ვთქვი, ვახსენე ხომ ასეა. ორგანული არაორგანულში გადაიზარდა. ამიტომ მე ვაგრძელებ თანამედროვე სამყარო და სამყარო სადაც გორგონიზებს. თუ მას პირდაპირ უყურებს ცხოვრება გორგონიზებს, აუცილებლად გააქვავებს. საჭირო არის გარკვეული ამრეკლავის საშუალება. ამ რეკლავის საშუალება, აი ასეც ქვია ამ ნამუშევარს, პერსევსის სარკე. ამ შემთხვევაში ფარი როგორც სარკე. რომ რაღაც საშუალებით იგი უნდა დაიშოროს სამყარო, რაღაც საშუალებით, რაღაც გარკვეული პრიზმის საშუალებით უნდა შეხედო მას, თორე წინა შემთხვევაში იგი გააქვავებს. და ბრძოლას ფაქტობრივად აზრი არ აქვს, იმიტომ რომ დამარცხება გარანტირებული იქნება თავიდანვე, მოქმედებიდანვე, დასაწყისიდანვე. ამ შემთხვევაში მე შემოაქვს როგორც ფარი, იდეა ხელოვნება და ხელოვნებისთვის მსხვერპლის გაღება. ამ ნამუშევარში სწორედ ეს იდეაა ჩადებული. ხა რამდენად გასაგებია არ ვიცი, მაგრამ იგი რომ არ იყურება ჩვენსკენ და არ იყურება თქვათ ამაყურებლისკენ იყურება ნამუშევრის სიღრმეში, თქვათ აი პერსონა და იქ პატარ-პატარა ფიგურები სულ ორთაბრძოლაში არიან, ხო? ეს სწორედ აი ის ნიშანია, რაც თავიდან თქვი, როცა ორთაბრძოლა გრძელდება და იგი ფაქტურად ბოლო ეტაპამდე დაუსრულებელად ვითარდება. თორე სამსურათს
საის. ეს არის ნამუშევარი, რომელიც წამოვიდა გერმანული რომანტიზმის, თქვათ, ერთ-ერთი შედევრიდან, ნოვალისის ცნობილი ნაწარმოები, რომ არის საისელი მოწაფეები და შილერის მაწველი საისიდან, ისევ თავისუფალი ინტერპრეტაცია, ამ შემთხვევაში ხარ აშუაშია, თქვათ, ნოვალისი არა, ვიტყვით. მაგრამ აქ შეიძლება ნოვალის აფერ შუაში არ იყოს, შუაში ალბათ საისი. ხო, სადაც თურმე ყოფილა იზიდას მისტერიები და სადაც ესეთი გადმოცემითა და ლეგენდით, რომელიც შესანიშნავად აქვს ნოვალისას და კიდევ არანაკლებად შილერს, ინახებოდა იზიდას ქანდაკება საფარს ქვეშ და მისი გადახსნის უფლება არავის არ ჰქონდა. თუ კი გარკვეულ მომზადებას არ გაივლიდა. მოთხრობაში ასე რომ ერთ-ერთი გადახსნის ამას და ამის გულისთვის დაისჭება მომზადებად. ახლა მე ვაკეთებ ამის სხვა ინტერპრეტაციას, რომ იგი გადახსნამდე ჯერ ეს ახალგაზრდა ჯერ გარკვეულ მსხვერპლს გაიღებს, აი ხილის იდეა რომ მქონდა წინასურათებში, ხო? თუ კი იქ ხილი ეგოისტურია, თქვათ, კაინთან, აქ ხილი უკვე მსხვერპლის სიმბოლოთია მოტანილი. ხედავთ, ხელზე ამოვიყვანე ხილი. ხეების სახით ამოვიყვანე ხელზე. და უკვე არც ისეთი დიდია, არც ისეთი გაბერეს, გუზბში აღარ არის ჩაძირული. ამავე დროს ზუსტად აი საბურველ გადაფარებული იზიდას ქანდაკების ზევით გადახსნილია კიდევ მეორე საბურველი, რომელიც ფაქტობრივად ზეცის სამყოფელს მეუცდებს, საიდანაც შევა ვარსკვლავები, ისი როგორც ხილი. ფაქტობრივად მიწისა და ცის მსხვერპლნარევი გაერთიანება, მსხვერპლით ადამიანის სხვერპლის შედეგად მოტანილი გაერთიანება ეს ყველაფერი და შედეგად მოდის რა რომ ესე იგი იღებს ჰარმონიის განცდას ხედავთ ეს მის თვითონ აი იზიდას ქანდაკების საბურველის ქვეშ ყოფი ქანდაკების ქვევით არის გამოსახულება სწვირზე დამკვრელი არსება ეს უკვე ჰარმონიის ნიშანია ხოლო იქით უკან კიდევ გავათამაშე ასეთი სახე გავათამაშე არ ვიცი რამდენად ჩანს ბეწვის ხიდი გადის იქით უკან ხო და იქ კიდევ ხილი ჯდება და უკვე ნაყოფი უკვე შედეგი იქ უკვე ქალი ბავშვით აი დაახლოებით ეს იდეა აქ ესე იგი ნაყოფი რომელსაც შედეგი მოიტანა ამავე დროს ამავე სურათში გაჩნდა იდეა ჰარმონიისა და რიტმისა მელოდიისა კოსმიური ჰარმონიისა და რიტმისა ფაქტ მუსიკის რომელიც შემდგომ სურათებში ვითარდება საკმარისია ხო აქ უკვე რაღაც იქაიცინა საისელ ყმაწვილში საისელ მოწაფეებში უკვე ვახსენე მე ჰარმონია და რიტმი ამ შემთხვევაში მელოსი კოსმიურ მელოდიაზე ვილაპარაკე და თავისთავად ბუნებრივად უკვე აქედან ლოგიკურად ამოსულიყო უკვე იდეა ბგერისა მუსიკისა რადგანაც ბგერა სწორედ ადამიანის ლოგიკის ცნობიერების და მისი რაობის სამშობლოდ შეიძლება ჩაითვალოს საწყისად შეიძლება ჩაითვალოს პროფესორი იქნება საწყისად და აი ამ სურათს ესე ძალიან პირობითად უწოდე ბგერათა უფალი პროგრამა სახელი მისი არის უფალი ქიმიური ეთერის ეს ალქიმიურიდან ლიტერატურიდან არის ნასესხები ეს ფრაზა ასე აქ როგორ მინდოდა მეჩვენებინა ეს ფიგურა კი არ მდგარიყო არამედ რომ აჟღერებულიყო რა აი თქვა აი თუ თქვენ და იქ დააკვირდები იქ მთვარეც შანს ხო თითქოს მაგრამ მთვარეც არის და არც არის და ამავე დროს აი ეგეთ არის თითქოს ნაჭრის ნაუჭებს რო აკეთებს ხო უნდა ყოფილიყო ვარსკვლავი მაგრამ ისეთი მოციმციმე ვარსკვლავები კი არა რომელიც ჩანს არამედ რომელიც ჩავარდნილია ჟღერს ესე იგი სხვა იდეა უნდა ყოფილიყო ფაქტობრივად ეს ფიგურა მთლიანად უნდა ყოფილიყო აი გამღვარი ჟღერადობაში მე მგონი დაახლოებით ასეც არის რა ესე კი არ ხედავ არამედ ჟღერს თითქოს რა კონტური სადღაც ჩდება და სადღაც იკარგება რა როგორც ბგერა რა აი დაახლოებით ასეთი იდეა უნდა ყოფილიყო აქ და შემდგომ ეს ბგერის იდეა უკვე ვითარდება შემდგომ ნამუშევარში რომელსაც ამ გამოფენაზე ქვია სხვა გამოფენაზე მე სხვა ასეთ ვერსიით წარმოვადგენ, იმიტომ რომ მაძლევს საშუალებას გადავაადგილო იქ სურათები, რომელსაც სახელით ესე იგი ფთოსანი ჰარმონია უწოდე, თუმცა კი შეიძლება და სხვა სახელის მოძებნაც მისთვის. გადახვედი იმ სურათზე?
აქ არის შუა წელში ეს ნამუშევრის ამ ტრიპტიხის შუა ნაწილში წარმოდგენილი არის ასეთი შუა საუკუნეების ძალზე ასეთი საკამათო სიმბოლური სახეა, რომელიც ჩემი ინტერპრეტაციითაა, ჩემი წყობაა რიგით. ესე იგი, დაახლოებით ეს რაღაცა ეთქმის, ის რაც ზემოთ არის, ის სიღრმეშია, ხოლო ის რაც ქვემოთ არის, ის სიმაღლეშია. აი ჭა ავიტანე თავის ადგილზე, რაღაც მონსტრუალური არსება წარმოიქმნა, ხედავ? ჭა ავიტანე თავის ადგილას და უკან ასე 400 ტიპის პეიზაჟი გაჩნდა. ეს მიუთითებ იმ დროს, როცა ინტელექტი ყალიბდება. სწორედ აი 400 პერიოდში იმდროინდელი მხატვრები სწორედ აი ზაფრი ინტელექტუალური რაციონალური მხატვრობის დასაწყისის მიმცემელნი იყვნენ, ეს უბრალოდ სხვა ეტაპზე წავედი და ქვევით არის თეთრი აკაცია, რომელიც იმას მიანიშნებს, რომ ცნობიერება ჯერ კიდევ ადამიანის ჯერ კიდევ სიღრმეშია, მხოლოდ ჩაძირული და სიმაღლეებს ვერ ცნობა, მაგრამ სამაგეროთ მისი არაცნობიერი სიმაღლეებში ჯერ კიდევ ასე ვთქვათ ნეტარებს, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს იდეა ჩადებული. ამავე დროს აქ არის შემოტანილი იდეა ფრთებისა. ვთქვათ აი სხვა გადაადგილებაში, რომელსაც მე სხვა გამოფენაზე ალბათ წარმოვადგენ, რომ შეერთო ეს ნამუშევარი და რომ შევეცადოთ, რომ შევართოთ ეს ნამუშევარი, ეს ორი ფრთების ნამუშევარი, გამოვა ფრთოსანი ლირა. აი სწორედ აი ეს გავთიში ამ შემთხვევაში, ამ ინტერპრეტაციაში, იმიტომ რომ მე მაინტერესებდა დისჰარმონიის იდეა. რომ სხერპლის იდეა წამყვანია მთელ ამ სერიაში. ამ შემთხვევაში წარმოდგენილ ამ სერიის ამ ინტერპრეტაციაში, თორე სხვა გამოფენაში შეიძლება სხვანაირი ინტერპრეტაციით, სხვანაირი რიგით წარმოვადგინოს. ეს არის დაკავშირებული უღრმეს შუა საუკუნეების უღრმეს წარმოდგენებთან. ამ შემთხვევაში ეს არის ცხენი, ესე იგი რქოსანი, რქიანი, ასე ვთქვათ, რქოსანი ცხენია. ამ შემთხვევაში ცხენი განასახიერებს ინტელექტის სახეს, ინტელექტის სიმბოლოა, მაგრამ იგი რქით უკვე ეს არის ზეინტელექტის სახეა. ხოლო როდესაც იგი ამ შემთხვევაში ჩემ ინტერპრეტაციაში ეშვება მიწაზე, ესე მოდის ქვევით, ეს უკვე უდიდესი მსხვერპლის ნიშანია. იგი მოდის, აი სწორედ აქ ინტელექტზე იყო აქ ამ შემთხვევაში ლაპარაკი, იმისთვის რომ თავისი არსება მოუტანოს მსხვერპლად, ესე იგი ადამიანს. ამ შემთხვევაში თვითონ ადამიანია რა. თქვათ იგივე, როდესაც მას ხატავდა, თქვათ, ნუ ვინ კრანახი თქვა ეს კომპოზიციებში, თქვათ სხვადასხვა მინიატიურებში, იგი ყოველთვის აი ეს არსება მაცხოვრის სიმბოლო იყო ყოველთვის შუა საუკუნეებში. მე არ გავთანხმდები და ვერ ვიტყვი, რომ მაინდა-მაინც მაცხოვრის სიმბოლოდ გამოვიყენია. ამ შემთხვევაში უფრო თავისუფალ ინტერპრეტაციასთან გვაქვს საქმე. სცენარზე სწრაფად გავიაროთ, თუმცა კი ამას სხვადასხვა მაშინ არსები აქ არის ასეთი იდეა, აი თქვათ თვალი, ან თქვათ აზრი, რომელსაც ყველას გააჩნია თავისი დანიშნულება. ამ შემთხვევაში აზრი როგორც ანგელოსური გაელვება, ადამიანური აზრი როგორც ანგელოსური გაელვება ჩვენში, თქვათ რაღაცა ძალიან გრანდიოზულისა და ყოველ შემთხვევაში აბსოლუტურისა. თუ თქვათ შუა საუკუნეებში და ადრეულ შუა საუკუნეებში თქვათ ფრთოსანი არსებები, თქვათ ქერუბიმები ხატებოდა ეს თვალებით, ამ შემთხვევაში შემოტრიალებულია რა. თვალია, რომელსაც გააჩნია ფრთა. და ამავე დროს ეს დაკავშირებულია მარადიული სიცოცხლის იდეასთან, საერთოდ და სიცოცხლის ხესთან. და ამიტომაც არის სცენარეც, ამ შემთხვევაში ფრინველიცა და ამ შემთხვევაში, რა ვიცი, რაღაცა გარკვეული ანგელოზი არსება. მე მინდოდა მეჩვენები, რომ ყოველი აზრი ეს არის საჩუქარი აბსოლუტიდან. აბსოლუტიდან ეს თითქოს გამოცხადებაა და გაცხადებაა აბსოლუტისა ჩვენს წინაშე. აი ეს და ახლა გადავიდეთ შემდგომს. განდევნა, თქვა, ესეთი ტრადიციული თითქოს ბიბლიური სიუჟეტია, მაგრამ შევეცადე ინტერპრეტაცია ყოფილიყო განსხვავებული. აი ამ მოდელზე გავიარეთ, ხო, ამოდელა ეპოპეა, პერიპეტიები გავიდა და გავიარეთ და ძირითადად ესე განდევნის იდეაა, ამ შემთხვევაში 64-დან განდევნის იდეა, თითქოს უცებად ლოგიკურად უნდა მოტივირებული იყო, იმიტომ რომ აი კაინის პრობლემას შევეხეთ ეგოისტური აზრის პრობლემას, დაწმენდის პრობლემას, თქვა ღალატისა, მსხვერპლისა, ხო და ბოლოს უკვე გამოსყიდვის იდეაც უნდა მოვიდეს, მაგრამ პირველ რიგში აი ეს იდეაა მთავარი ამ შემთხვევაში, რომ
მე არ მინდოდა მეჩვენება ტრადიციული გაგებით თქვა აი ადამ და ევა როგორ გამოდიან როგორც დევნის მას თავარ ანგელოზი 64 წამყვანი იყოს ეს წითელი ფიგურა რა ვიცი რამდენად ჩასმაგ მას იგი ლუციფერის ნაღველი დავარქვი მაგას მას თვითონ არ უნდა ამის ჩადენა ეს იდეა მან ჩადებული მაგრამ ისევ აქ წამყვანი იყო ზო მორჩა აქ წამყვანი იყო არა ის თუ ესე იგი როგორი საცდური თქვა ჰქონდათ და თქვა რაგანისა და თქვა ჩვენმა წინაპარმა ადამ და ევამ არამედ სწორედ ის რომ ლუციფერს არ უნდა და მისი ჩადენა და მხოლოდ ესე იგი ღვთაებრივი განგების თქვათ აუცილებლობის გამო და თქვათ ტელეოლოგიური იდეის გამო მოხდა ეს ყველაფერი ესე იგი ფაქტობრივად აი თელოსის გამო ჩანაფიქრის გამო მოხდა ეს ყველაფერი ხო და აი ეს დრამა სწორედ აი გამოსყიდვის დრამა შემდეგ უნდა განმუხტულიყო ასე თქვა დასრულებულიყო სხვა ნამუშევარში და აქ ისევ ირონიის პრინციპით გავედი თამაზე შემდგომ ურგავდი ირონიაში ისე ვარდიჩდება ხო და სხვანაირად ცოდვის პრინციპი აი ქალის პრინციპი ქალის ცოდვის პრინციპი და აი მარადიული ქალის იდეა რო შემოდის იმ სურათზე მე შევჩერდებით ორი სიტყვით აქ სოციალურ სიგურაცი ქვევით ხედავ ეს სიკვდილის სახეა ეს სიმბოლო არა სიკვდილი ჩდება გესმის ეგ თქვათ ის კანონია რომელიც დარღვევაც არ შეიძლება ესე დროში მე აურია აბსოლუტურად მაგალითად მე ძალიან მაინტერესებს თქვათ აი რა გავლენა იქონია მომავალმა წარსულზე აიგე და რა პირიქით აი თქვათ რა თქვათ ხა ჯერ მოსეს კანონი ხო არ არსებობს ჯერ მაგრამ ის ხომ თავისთავად ხა არსებობდა ხო ყოველთვის არსებობს მარადიულად მაგრამ იგი გამოვლინდა თქვათ გარკვეული ხნის შემდეგ როცა კაცობრიობა მისთვის მზად იყო მაგრამ აი ეგ არის თქვათ მომავალი წინასწარ როგორ მოქმედებს წარსულზე და ასე თქვათ დღევანდელ ცხოვრებაზე როგორ თქვათ მოქმედებს თქვათ აი დღევანდელ რასაც ჩვენ გავიცით ხო როგორ მოქმედებს თქვათ ის რაც უნდა იყოს 10 წლის შემდეგ აი ეგ არის საინტერესო რომელიც ხათი შორის უკვე ხო რა თქმა უნდა ეს აი პროვიდენციალურად ეს ყველაფერი ხდება და ხელოვნებაში ეს კონკრეტულად ყოველთვის ხდება წინასწარ ხდება რაღაცები მე საერთოდ ყოველთვის ძალიან ხშირად მაქვს წინასწარ რაღაც იდეა მეკვიატა და მე ვიცი რომ შეიძლება მოხდეს მე ეს და თუ რა თქმა უნდა ეს არ მომწონს სულ ხოლმე მოვიშორო მაგრამ ასე გადავიდეთ შემდგომ აქ შემოვიდა სურათი ახლა თავისთავად განდევნასა და ცოდვის იდეასთან დაკავშირებით როდესაც ვლაპარაკობთ თავისთავად ქალის პრობლემა ჩდება და საერთოდ ეს იდეა თქვა დაწყებული ჩემი თელი კონულიტი დაწყებული პირველი სურათებიდან ზმანებიდან თუ ჩაძინებიდან დაწყებული ქალის იდეას ატრიალებს ძალიან ხშირად მაგრამ კონკრეტულად აქ ისე ირონიის მეთოდია გამოყენებული თქვა ამ ინტერპრეტაციაში თქვა ანდრომედე ის რომელიც პერსევსთან უნდა იყოს ამ ინტერპრეტაციაშია ჩასმული და მის გარშემო არის გაყოფილი სურათი, სადაც წარმოდგენილია ანტიმცენარე თუ შეიძლება ასე თქვას. აქ მოვდიოდი ძალიან მარტივი თქვა და ამავე დროს ძალზე საინტერესო სქემიდან, რომ ადამიანის არსებასა და მცენარეს შორის განმასხვავებელი ძირითადი ის არის, რომ მცენარე თავისი განაყოფიერების ორგანოებით მართულია კოსმოსისაკენ ხო ადამიანი კიდე ქვევით ხომ ასია და მისი გამოსყიდვა ხდება. ისი გამოსყიდვა მოხდება. ესე იგი მისი ასე ვთქვათ გამცენარევება ხდება ვნებისაგან, ესე იგი გასუფთავება დაწმენდა. ამიტომაც არის რომ აი ვთქვათ გამრავლების ადგილებში ხომ ასია ამოვზარდება ვარდი და მცენარე. ესე იგი თუ შეიძლება ასეთ რაღაცა ითქვას და ეს ვარდი მერე ამისგანაც უნდა დაიწმინდოს საბოლოო ჯამში სოფლიურ სამყაროულ სამშობლოდ უნდა იქცეს. აი ეს არის ამ სურათში, რომელიც მე ვითარდება ბეატრისის ვარდში, რომელზეც მე ვილაპარაკებთ. სცენარია, და განმოტრიალებულია. ხო, ფესვების ადგილი თავია. იქ ხო და ასეც ახლა ფესვები გადახსნილია და ეხსნება კოსმოსს. ეხლა შუაში ასე გავჭერი იმითი ანდრომედეთი, რომელიც რეალურად კი არ ხედავს ამას, არამედ სარკეში, ანარეკლში ხედავ, ანარეკლები აქვს ხელში და ეს ანარეკლის იდეა უკვე გაჩნდა იქ. როცა პირველად შევეხე პერსევს ამits და შევეხე ამავე დროს აი იქ აფხაზეთის თემას რა. რეალობა, გამანადგურებელი, დამანგრეველი რეალობა, რომელიც უნდა
ხო და შეხედოს ჯობი უკეთესია რომ შეხედო გარკვეული პრიზმით და სწორედ ამით უფრო აჯობებ მას. ამით უფრო დაამარცხებ და სწორედ აქ უყურებ რომ საპირისპიროების გადანაცვლება უნდა მოხდეს და საერთოდ ამ სერიაში საპირისპიროების გადანაცვლება ხშირად ხდება იგივე თქო სისხლი და ვარდი რომ არის თქო ხო შეიძლება და ჯვარცმა გაყოფილიყო არამედ გავყავით და სისხლზე წაგაკეთა აქცენტი. მსხვერპლის იდეა სისხლი რომელიც ბიოლოგიურად კი არ აყროლდა და გაიხსნა არამედ განსულიერდა ვარდისუნი შეიძინა რა ესე იგი განსულიერდა ეს იდეა. კარგი